ის რაც იყო პროკავშირების ინიციატივა, სრულად არის განცხადებაში როგორც აღნიშნული, ისე თითოეული პუნქტი იქნა მხარდაჭერილი. მთავარი გამოწვევა დღეს რაც გახლავთ თითოეული ჭიათურელი მაღაროელის ოჯახის წინაშე ეს გახლავთ საარსებო სახსრები და საშუალება, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებით 60%-ის მოცდენის შედეგად ანაზღაურება მათ ეკუთვნოდათ და ისინი ვერ იღებდნენ. ეს ინიციატივა იქნა მხარდაჭერილი. უპრეცედენტო რამ მოხდა, რაც პროკავშირებმა გააკეთა და მაგალითს ანალოგს ვერავინ ვერ მაჩვენებს, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული რისკის ქვეშ ვართ, თუ ამ თანხების ანაზღაურება შემდგომ არ მოხდება და უდანაკარგოთ რომ მიიღონ და ბანკის ვალებმა არ წაიღოს ეს 60% ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო ესე ვთქვათ დეტალები ზუსტდება ბანკთან და ეს იქნება გარანტირებული. რაც შეეხება შემდგომ თვეებს და კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებს, რაც პროკავშირთან გაკავშირებს, ესეც როგორც დამსაქმებლების, ისე მთავრობის მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი და ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ღია კარის მტრევას ემსგავსება იმ ერთი ჯგუფის მიერ, ესე ვთქვათ, რაღაც დისკრედიტაციისკენ და ამ ყველაფრის გამოვლენისკენ მიმართული ქმედებები. ძალიან მალე დასრულდება ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ მაღაროელთა ოჯახების საკეთილდღეოდ და აი ეს დღის წესრიგი რითიც ხელმძღვანელობს ეს ჯგუფი, ამ ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი, რას, რისთვის და რატოსად და რატომ აკეთებენ. დღეს ჩვენ ნახეთ გამოვისმინეთ მოთხოვნები, რომელიც განცხადების გავრცელების შემდეგ იყო თვითონ რეაქცია იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან და იქ იყო რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერებული, მათ შორის ანაზღაურების ნაწილზე. ჩვენ ნახეთ განცხადებაში იყო იანვრის ანაზღაურებას საუბარი. მოთხოვნაში არის რომ მათ აქვთ ასე ვთქვათ სამი თვის ანაზღაურებას ელოდებენ ამ ნაწილში. თუ არის რაიმე სახის მოლაპარაკებები, ასევე განცხადებაში იყო საუბარი, რომ ხელახლა მოხდება გადახებები დასკვნის, რომელიც საფუძველზეც კომპანია, ასე ვთქვათ, ფიქრობს რომ შეეჩეროს, ასე ვთქვათ, მოპოვებითი სამუშაოები. აი ამ ორი მიმართულებით თუ იქნება, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია კიდევ გაგრძელება. განცხადებაში მე მგონი როგორც ერთი, ისე მეორე საკითხთან დაკავშირებით ნათლად ზუსტად წერტილმძიმედ არის აღნიშნული. არ ვიცი ხა მოთხოვნები ეს არის წინადადებები, რომელიც პროკავშირს ისედაც ჰქონდა დაყენებული და ეს განცხადებაში არის. ის რაც მოგახსენეთ, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ესე ვთქვათ პუნქტების და ბენეფიტების მხარდაჭერა მოხდა კომისიის სხვა წევრების მიერ, რაც წარადგინა პროკავშირმა და მადლობა დამსაქმებელთა გაერთიანების წარმომადგენლებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, რომელიც მხარი დაუჭირა ამაში, იქ არის სწორედ ეგ დანარჩენი თვეების ხელფასები და ასევე სხვა ბენეფიტები. იქ დაზღვევაც არის და ასე შემდეგ. მე არ კონკრეტნები, იმიტომ რომ დაზღვევაც ასევე მნიშვნელოვანია მაღაროელებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. რაც შეეხება მეორე ნაწილი დასკვნის გადახედვას, მე მგონი ეგ ყველაზე ნათლად წერია მან, რომ პერსპექტივა, რომელიც არ არსებობდა კომპანიის განცხადების შემდეგ და საშუალება სამხრეთ კომისიას და ჩვენ მოგვეცა, მხოლოდ ჩვენს მიერ სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ, რომ გარკვეულწილად გაკოტრების, ესე ვთქვათ, განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული კომპანიისა. იქ წერია, რომ და ვამბობთ და ეს აღიარებული რომ BFT-ის დასკვნის, ამ გერმანული კომპანიის დასკვნის გადახება მოხდება, მათ შორის ჭიათურელი სპეციალისტების პროკავშირებს ეს არც კომპეტენცია და ექსპერტიზა არ გააჩნია, ამიტომ გვინდოდა მთავრობა და მთავრობის ჩართულობა და აი ეს საბოლოო ჯამში ეს კომისია დადებს დასკვნას, რა არის შესაძლებელი